მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემაში გარდა იმისა, რომ მე და ირაკლი შევეცდებით ძალიან საინტერესო წიგნები წარმოგიდგინოთ, სტუმრად ყავს მოზარდების, ახალგაზრდების და საერთოდ უამრავი ადამიანის საყვარელი მწერალი თინათინ ბერიძე, რომელმაც დაწერა თავისი რიგით მეოთხე რომანი მსხვერპლი. მოგესალმებით თინათინ. და ძალიან დიდი მადლობა, რომ აგერ უკვე მეოთხე წიგნით ხარ მოსული გადაცემა ბიბლიოთეკაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მაყურებელს ძალიან გაახარებს შენი დანახვა, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს უყვარხარ, შენი ყველა წიგნი არის აბსოლუტური ბესტსელერი, ასე ვთქვათ, ეროვნულ დონეზე და მოკლედ იცი ალბათ ამის შესახებ, რომ ხარ ძალიან პოპულარული მწერალი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მოდი ესეც აღვნიშნოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებ. უკვე მგონი ყველა წიგნით ვარ მოსული და გვაქვს განხილული ჩემი წიგნები. მადლობა ამისთვის, მადლობა რომ ინტერესდებით და რაც შეეხება იმას ნომერი მეოთხე რო არის, ზოგჯერ მე თვითონაც არ მჯერა, იმიტომ რომ ვინც მიცნობს იცის რომ სრულიად შემთხვევით დავიწყე წერა და ძალიან მიხარია რომ აი უკვე მეოთხე წიგნი მეც მიხარია რომ არ ჩერდები, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ასე რომ ახალგაზრდა ავტორები რჩებიან ერთი წიგნის ავტორებად. შენი ამბავი, შენი თავგადასავალი დაიწყო კონკურსიდან, ეს არაერთხელ გვითქვამს უკვე გახდი ბესტსელერის ავტორი, სადაც გაიმარჯვე და საიდანაც დაიწყო შენი როგორც მწერლის აღმასვლა და პოპულარობა, ხომ ასეა? აი მე წავიკითხე შენი ახალი წიგნი მსხვერპლი და მინდა აღვნიშნო, ჩემს აზრს გაგიზიარებ, შენს და მაყურებელსაც გავიზიარებ, რომ ამ წიგნში ჩვენ ვხედავთ უკვე სხვანაირად დაღვინებულ ავტორ თინათინ ბერიძეს. მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი უკვე აღარ არის აი მაგალითად კონკრეტულად რაღაც შეყვარებული ახალგაზრდებისთვის დაწერილი წიგნი ან რაღაცა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს ან ჯგუფზე თუ სეგმენტზე გათვლილი წიგნი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წიგნი ყველასთვის უკვე განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ინტერესებისა და რაც მთავარია, აქ უკვე იგრძნობა, რამდენად გაიზარდე როგორც მწერალი, რამდენად სხვანაირად მომწიფდი როგორც ავტორი. მე ეს ძალიან მომეწონა და ძალიან გამახარა ამან, რომ აი ეს პროგრესი ასეთი საცნაური და ასეთი საგრძნობია. თქვათ, იმას კი არ მომბობ, რომ წინა წიგნებს კი არ ვაკრიტიკებ, პირიქით ყოველთვის აღნიშნავდი, რომ ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი შენ წიგნებს მიმართ, მაგრამ ეს მსხვერპლი უკვე სრულიად სხვა საქმეა. ეს წიგნი არის დაწერილი ძალადობის მსხვერპლებზე, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე და იგრძნობა, რომ აი რაღაცნაირად ნამდვილი ხარ ძალიან და შენი ყველა სიტყვა უკვე არის ძალიან დამაჯერებელი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მინდა გკითხო, მინდა შენ თვითონ მოუყვე მაყურებელს, რაზეა ეს წიგნი, ვინ არიან მისი გმირები, რა თავგადასავლებში არიან გახვეულები და რატომ ეს თემა, რატომ ძალადობა და აქვე, რა ვიცი, ტაშს გიკრავ ამ თემისთვის, იმიტომ რომ დღეს ძალიან ისეთი პოპულარულია მსოფლიო ლიტერატურაში, კოლინ ჰუვერი მაგალითად, რომელიც ასე ვთქვათ ექსკლუზიურად მუშაობს ამ ძალადობის თემაზე, ფილმიც გადაიღეს მის წიგნებზე და ძალიან მიხარია, რომ აი საქართველოს ჩვენს ქართულ რეალობაზეც დაიწერა წიგნი ქალთა მიმართ ძალადობაზე და ძალადობის მსხვერპლებზე, მსხვერპლ ქალებზე, იმიტომ რომ ეს არის ჯგუფი, რომლის ხმაც არ ისმის, ხო, რიგ შემთხვევებში ხშირად ან მალავენ თავად, ან მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა და აი მოგვიყევი ახლა რაზეა ეს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემთვის როგორც ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეუბნებიან, რომ წიგნიდან წიგნამდე ვარ გაზრდილი. მართლა ეს განსაკუთრებული წიგნია ჩემთვის თემიდან გამომდინარე, რადგან ეხება ძალადობის მსხვერპლ ქალებს. მართალია ზოგიერთებისთვის რაც არ უნდა დავწერო, ალბათ მაინც მოპარული სიყვარულის ავტორად დარჩები, იმიტომ რომ არის სეგმენტი, რომელიც მაგ წიგნზეა განსაკუთრებულად შეყვარებული, მაგრამ მსხვერპლ წიგნს ავიღებ ბოდიში, იმიტომ არის ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ერთ-ერთი ეხება თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ალბათ ყველა ჩვენგანს მოგვისმენია რა მეგობარს, ნათესავს, მეზობელს, შემთხვევია მსგავსი თემა. ძალიან არ მინდოდა რომ შემეძლო რომ თქვა დამეწერა რეალურ ამბავზეც, მაგრამ ძალიან ისეთი თემა სათუთი და შეიძლება არასწორად გაეგოთ. ამიტომ მე წიგს ასეთი რაღაცა წაუძღვარი, რომ ყველა დამთხვევა შეიძლება იყოს შემთხვევითობა,
მეთქი და აი წიგნის წარდგენის დროს ფესტივალზე მოხდა ნოემბერში წიგნის წარდგენა თბილისში და წარმოდგენმა მითხრა რომ ეგ არის ყველაზე სევდიანი ამ წიგნშიო რომ შეიძლება ნებისმიერი ფაქტი რეალურად ამოიცნოსო. ძალიან გახშირებული შემთხვევები ფემინიციდისა გახდა იმისი საფუძველი რომ დამეწერა ეს წიგნი, იმიტომ რომ ტელევიზიას ჩართავდით თუ მეზობლად გადახვიდოდით, თითქმის ყველგან მსგავსი თემები განიხილებოდა და სამწუხაროდ ზოგიერთებისთვის ეს თემა არის ტაბუდადებული. ხშირად ისევ მსხვერპლსაც ადანაშაულებენ და ძალიან მინდა რომ ამ წიგნის წაკითხვით შევინდეთ, თუნდაც ერთმა ქალმა საკუთარ თავში ძალა იპოვოს და განაცხადოს რომ არის მსხვერპლი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნში თინათინ, რომ შენ ისე გაქვს წიგნი დაწერილი, რომ აი წარმოჩენილი გაქვს როგორ იფუთება ხოლმე თქვათ სიყვარულით და კარგი მოპყრობით ასე ვთქვათ ძალადობა და ძალიან კარგად გაქვს ასევე ისიც ახსნილი წიგნში რომ ძალადობა შეიძლება სხვადასხვაგვარი სახე ჰქონდეს და არ არსებობს ერთი სქემა და ერთი ფორმულა რომელსაც ყველა შემთხვევას მოარგებ და როგორ ფიქრობ აი ხშირად ხდება ხოლმე რომ მსხვერპლები თავად ვერ აცნობიერებენ აქაც არის ეს თემა რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ მსხვერპლები რომ არიან მსხვერპლები და როგორ ფიქრობ ეს შეიძლება დაეხმაროს თქვათ მათ ამოცნობასა და სახელდებაში თავიანთი პრობლემის. ზუსტად ეგ იყო ჩემი წიგნის დაწერის მიზეზი, რომ ვინმეს მაინც დახმარებოდა, ვისაც უჭირთ ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც შეიძლება თვითონ ვერ არ აქვს საკმარისი ძალა, მაგრამ უნდა გადადგას ვიღაცას თხოვოს დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ირგვლივ ეყოლება ვიღაცა, რომელიც აი რომ თქვათ, აი რომ ოჯახს არ ანგრევს და მაგის გამო არ ერევა რა, მაგრამ თუ შენ დახმარებას ითხოვ, დიდი შანსია რომ პირიქითაც არის რომ გამოფხიზლებისკენაც მოუწოდებენ და რაღაცნაირად არ გამოუცილებლად და მე მინდა რომ ყველა მსხვერპლმა ხმამაღლა თქვას რომ ის მსხვერპლია და უნდა ასეთი ხალხი განსაკუთრებით უნდა დავიცვათ და პირიქით მე ალბათ არ დავადანაშაულოთ რაც ხო თქვენს ირგვლივაც ყოფილა სამწუხაროდ რომ ისე მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს იმიტომ რომ მე მაგალითად ხშირად მომყავს ეს მაგალითი რომ სამარშრუტო ტაქსში მგზავრობისას ორი ქალი საუბრობდა რომ ანუ ლანძღავდა მესამე ქალს რომ აი როგორ დააჭერინა საციხოთ გაიმეტა ოქროსავეთ ბიჭიო რომელიც თურმე მხოლოდ სიმთვრალეს დროს გადაირეოდაო რა და ნუ ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ აი ეგ აწუხებს ბევრს მაგის გამო იკავებს თავს და ვერ აფობს ხმამაღლა თავის სათქმეს მე მინდა რომ ეს წიგნი გახდეს მეც ძალიან მინდა მით უმეტეს მსხვერპლებს ხშირად ვადანაშაულებთ ხოლმე ან ვამბობთ ხოლმე რომ აი შეიძლება წასასვლელი არ აქვს შეიძლება რაღაცა ვთქვათ უჭირს ვერ გაიქცევა მაგრამ ესეც არ არის მიზეზი აი მინდა აქვე ვახსენო ძალიან კარგი მწერლის ლიან მორიარტის წიგნი დიდი პატარა ტყუილები რომელიც მე ვთარგმნე 2018 წელს აი იქ ძალადობის მსხვერპლი არის ქალი რომელიც ყველა გმირი ქალისგან გამოირჩევა იმითი რომ არის ძალიან შემდგარი პროფესიულად ძალიან დამოუკიდებელი ფინანსურად ყველაზე მომხიბვლელი ფიზიკურად და მას ყავს მთელი არმია მხარდამჭერების და აქვს ყველა პირობა იმისთვის რომ აღარ იყოს მსხვერპლი მაგრამ არის მსხვერპლი იმიტომ რომ აი ამ წიგნის მთავარი რეფრენი ასე ვთქვათ, ლაიტმოტივი არის ფრაზა, ეს ყველას შეიძლება დაემართოს. ეს მართლა ყველას შეიძლება დაემართოს, მიუხედავად სოციალური მოცემულობისა, მიუხედავად საკონტაქტო წრისა, მიუხედავად განათლებისა, მიუხედავად შეძლებისა, სტატუსისა, აბსოლუტურად ყველა ქალი შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ესეც ამაზე, კი, ასეთი შეიძლება მოსწავლესაც შეემთხო, შეიძლება სამსახურში გახდეს ძალადობის მსხვერპლი, ოჯახში გახდეს, მთავარი არის რომ ხმა მოიღო, შეიძლება დაადანაშაულონ რომ აი რატო აქამდე არ თქვით? შეიძლება რაღაც სტატისტიკა მყავს მოშვენიებული, რომ მე შედაცაზე მიდისო საბოლოოდ მოძალადისგან. ჩვენებებიდანაც არის ამ წიგნში ამონარიდი, ეს რეალური ჩვენებებია? რეალური ჩვენებები არ არის, იმიტომ ყველა შეთხსულია, მაგრამ მე არ მინდოდა რომ ძალიან აცდენა მქონოდა სამართლებრივი თვალსაზრისით. ხო, ძალიან გავს რეალურ ჩვენებებს. ხო, და ამიტომ ერთ მეგობარს, რომელიც მაგ მხრივ მუშაობს, წავაკითხე რა, სანამ გავაგზავნე გამომცემლებაში და მისი შეფასებაც გარკვეულწილად დამეხმარა, იმიტომ რომ მითხრა ისეთი ის მეგონა რომ რაღაცა ჩემი იმიდან წახებული საქმეები გქონდა. კი, მეც ესე მეგონა რომ ეს რეალური საქმეებიდან, რეალური ჩვენებებიდან. რაღაც ფაქტები შეიძლება აი ბავშვებიდან ისმენ და რომ ჩაქრჩება გონებაში რაღაცები შეცვლილია ერთ-ერთში გამეორებული არ არის, მაგრამ ვიცი რომ უარესი შემთხვევებიც ყოფილა სამწუხაროდ. კი, სამწუხაროდ კი. თინათინ ვინ არიან შენი გმირები და რა ხდება ამ წიგნში?
სიუჟეტს, რა თქმა უნდა, კულმინაციის და საკვანძო მომენტების გათქმის გარეშე, ისე რომ მოგვიყვება. თავარი გმირი არის კესანე, რომელიც ძალადობის ხელ ქალებს ეხმარება, რომელიც მე ირკვევა რომ თვითონაც ყოფილა დედამისი, მსგავსი ძალადობის ხელი და ამიტომ გადაწყვიტა ქალების დახმარება, მაგრამ იმ ყველა როგორ თქვა, მთავარი გმირის გარდა, რომელიც უფრო ხშირად ხვდება რა და იმიტომ უწოდებთ მთავარ გმირს, ჩემი აზრით ამ წიგნის მთავარი გმირები მაინც ის ქალები არიან, რომელიც თავის ისტორიას ყვებიან და უფრო იმდენად ზოგჯერ მეუბნებიან, იმდენად ტრაგიკულია, რომ წაკითხვაც გვიჭირს. სამწუხაროდ ასეთი ფაქტები არსებობს, მაგრამ ბოლო ნაწილი ქალბატონი, რომელიც ყვება თავის ისტორიას, ცოტა ოპტიმისტურად დავასრული. ანუ თუ აღიარებ, თუ საკუთარ თავს ხვებს გამოუწყდები, რომ ძალადობის ხერხი ხარ, მგონი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად და იმედია დაეხმარება მართლა ხვებს რა. ეს მოტივი მაქვს, ასე ვთქვათ, ერთი რომ ძალიან შემცირდეს თუ მთლიანად არ აღმოიფხრება ძალადობის შემთხვევები და ყველა ქალს კონდეს იმის იმედი რომ მე თუ ვიტყვი რომ ვარ მსხვერპლი ვიღაც დამეხმარება. თინა, მე ძალიან მინდა რომ ბევრმა წაიკითხოს ეს წიგნი. რაც შეიძლება ბევრმა იმაზე გაცილებით მეტმა ვიდრე წინა წიგნებს კითხულობდნენ. იმიტომ რომ ეს მართლა საჭირო და მართლა მნიშვნელოვანი წიგნია. სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით ვამბობ ამას და საერთოდ ასეთ თემებზე წერა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იმიტომ რომ ლიტერატურა არის უმოკლესი გზა, რომ კითხველების გულამდე მართლა მიიტანო ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც შეიძლება თქვა ტელევიზორიდან ფაქტად გადმოცემული არ შეეხოთ, მაგრამ ლიტერატურა პირდაპირ გაშიშვლებულ ნერვებზე გეხება როგორც წესი და ყისიერად აღვიძებს ხოლმე ემპათიას. შენი თავი ნებისმიერ თუ ხარ მზად, რომ ახლა წამოვა ძალიან ბევრი პირადი წერილი და პირადი ისტორია და დახმარების და დაკვალიანების თხოვნა, აი ამისთვის რამდენად მზად ხარ, მაგითაც რომ ასე იქნება დარწმუნებული ვარ. მიფიქრია მაგაზე, რომ შეიძლება მომწერონ. მოგწერენ შენ ჩემი ისტორია დაწერე და რას მირჩევ და რა მსგავსი რაღაცა ისტორია და რას ურჩევ, რას აპირებ ახლა. პირველ რიგში ვინტერესდები 1-2 წერილი შემოვიდა, რომ მქონდა რაღაც მსგავსი შემთხვევები და პირველ რიგში ვინტერესდები, რომ ისევ არის მსხვერპლი თუ მოახერხა აქედან თავის დაღწევა და ჯერჯერობით რჩევისთვის არ მოუმართავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეც მეყოფა იმისი გამოცდილება და ძალა, რომ გადავამისამართო შესაბამის უწყებებთან ან ადამიანებთან, რომელიც დაეხმარება, იმიტომ რომ ასეთ ადამიანები ძალიან გრძნობიარენი არიან და ძალიან კარგად უნდა ინკოგნიტო დარჩენა, იმიტომ თემიდან გამომდინარე ძალიან რთული არის. ასე ვთქვათ, ეს სირცხვილებად აღიარება რომ ძალადობის ხელი არიან, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან რთული აღიარო რომ ცხოვრების მეგზურად შეარჩია ადამიანი, რომელიც ხო, თავარი შეცდომა გამოდგა შენი ცხოვრებაში, როცა გეგონა რომ საუკეთესო ადამიანი შეარჩია. მე მგონია ესაა ყველაზე დიდი სირთულე. შენს თავს გამოუწყდა რომ ძალადობის ხელი ხარ და ძალიან შეგეშალა სადღაც. პირველად რამდენადაც ვიცი მოძალადები თავიდან ამართლებენ ხოლმე, რომ მე ხარ დაუშვი შეცდომა. მე თავი მეგონა დამნაშავე ერთ-ერთ ჩვენებაში რომ წერს ქალი რომ ვფიქრობდი მე ხوار დავაშავიო ასე ფიქრობენ მაგრამ ის უნდა გააცნობირო პირველ რიგში რომ რაც არ უნდა დააშავო ძალადობა არ არის გამოსავალი თუ დააშავე უნდა მიგითითო რომ გამოასწორო და აი ძალადობა და განსაკუთრებით კიდევ არის აქ კიდევ ერთ-ერთი ისტორია არის ფსიქოლოგიური ძალადობა რომელიც არანაკლებ და რომელიც უჩინარი და რთულად ამოსაცნობია ძალიან რთულად და მართლა ალბათ დაჭერა უნდა მომენტების როდის ხარ ფსიქოლოგიური ძალადობა ასევე არსებობს მოდი ბარემ თქვათ ეკონომიკური ძალადობაც რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია როდესაც ქალს არაძლევენ დამოუკიდებელი შემოსავლის მიღების საშუალებას ან როდესაც მის შემოსავალს განკარგავს მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრები ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმა აი ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა ჩვენი როგორ თქვა ჩვენი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე რთულად ამოსაცნობი არის ხოლმე და დასამტკიცებელი რთულია და ამიტომ ძალიან რთულია რომ ასეთ ადამიანს კიდევ უთხრა ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ასეთ თემებზე ბევრი წერონ წეროთ ძალიან სიამოვნებს რომ ამბობენ რომ საჭირო თემას ეხება და კიდევ უფრო სიამოვნებს რომ მეუბნებიან როგორც ავტორი გავიზარდე და თუ ეს ვინმეზე გავლენას მოახდენს თუნდაც ერთ ადამიანს თუ გადააწყვეტინებს რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადაადგმევინებს ძალიან მოხარული ვიქნები. თინა, პირველი შეფასებები თუ მიიღე უკვე ამ წიგნზე?
პირველი შეფასებები, როგორც უკვე გითხარით, წიგნის დღეებშიც, აი პალიტრაელის, გამოცემა პალიტრაელის სტენდში ყველაზე გაყიდვად ხუთეულში შევიდა და მაშინ უკვე წერდნენ, გილოცა. კი ბატონო და წერდნენ, რომ ნუ საჭირო თემა არის და ძალიან რთული თემა არის. ყველა აღნიშნავდა, რომ უჭირს ისტორიების წაკითხვა და ძალიან ნაცნობია ყველასთვის რა, არ არის რაღაც მოგონილი და არ რეალური თემა და პირველი შთაბეჭდება იყო ეგ. მე ყველა რო აღნიშნავდა როგორც შენ რომ ავტორი არ ეწროს, შეიძლება ვერც მიხვდე რომ შენი წიგნია ინდონეზე ნამდვილად ასე იმდენად განსხვავებულია შენი წიგნები. ეს კიდევ უფრო ანუ მაძლევს მოტივს რომ კიდევ წერო, ანუ რაღაცას ვითარდები ძალიან შესანიშნავია. ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ არ ჩერდები, არ კმაყოფილდები მიღწეულით და აგრძელებ როგორც მწერალი განვითარებას და მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვო ცხოვრების ყველა სფეროში და მინდა ასევე რომ კიდევ ერთი ახალი წიგნით მალე გნახო აქ. იმედია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ყოველთვის ინტერესებით ჩემი შემოქმედებით და წარმატება თქვენ და თქვენს გადაცემას. გმადლობთ თინათი, დაგემშვიდობებით ნახვამდის. ახლა კი მე და ირაკლი უკვე წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო წიგნებს. და ირაკლიც შემოგვიერთდა გადაცემაში და მან უნდა წარმოადგინოს მოცულობით პატარა, მაგრამ ჩემი აზრით უდიდესი რომანი. ნამდვილად. დინო ბუცატის თათრების უდაბნო, რომელმაც თავის დროზე, როდესაც გამოიცა ეს არ არის ახალ-ახალი გამოცემა, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩამაგდო რაღაცა თითქოს სიცხიან ბოდვით მდგომარეობაში, იმდენად იმოქმედა ჩემზე აქ აღწერილმა ამბავმა. და ფილმიც ყოფილა გადაღებული, არ ვიცოდი, რომ მზადებოდით გადაცემისთვის, მაშინ აღმოვაჩინე. მოგესალმებით, მე ახლახანს წავიკითხე ეს წიგნი, მაგრამ წიგნს რო ვკითხულობდი, მუდმივად მქონდა განცდა იმისა, რომ ეს ხომ უკვე წაკითხული მაქვს. ეს ხომ, ანუ არა რაღაც უარყოფით კონტექსტში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წიგნით ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ აი ერთგვარი კაფკასეული თხრობა, ოღონდ კაფკასგან განსხვავებით, აქ არაფერია მოჟღამული, აქ რაღაცა ხო, აქ მთავარი გმირიც და დანარჩენი გმირებიც, რომლებიც მუდმივად მოლოდინში არიან, არ არიან რაღაც ნაცრისფრის ან უდაბნოსფრის მოლოდინში. ესენი ამ მოლოდინით აღფრთოვანებულები არიან, აი რაღაც ძალიან დიდ სელოდებიან, რაღაც საკუთარ თავს, არა მხოლოდ საკუთარ თავს, იმ გარემოსაც, იმ გარნიზონსაც რაღაც აღფრთოვანებით უყურებენ, აღფრთოვანებით ანიჭებენ მნიშვნელობას, აი მოსალოდნელ ომს მუდმივად რაღაც დიდი ამბითელოდებიან და აი კაფკასეული თხრობა არის მაინც, იმიტომ რომ ეს ადამიანი დინო ბუცატი, როდესაც მოღვაწეობდა, მაშინ კაფკას სუპერ პოპულარული იყო. დინო ბუცატი 1906 წელსა დაბადებული და 1972 წელს გარდაიცვალა. ანუ მისი თავიდან ჟურნალისტი იყო, სხვათა შორის ძალიან მაგარ გაზეთში მილანურ კორიერე დელა სერაში მუშაობდა და მილანის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ჩემთვის ხო იცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამბები და როდესაც ის ჟურნალისტობდა, მაშინ იყო ზუსტად კაფკას ყველაზე დიდი ზეობის პერიოდი, ყველაფერი კაფკათი იყო მოცული. კამიუსაც გავს რაღაცით ალბათ, ხო? კამიუსავეთ მიდის დინარება. მე სიმართლე რომ თქვა, მე მსგავსე ორ ავტორს, აი როგორი განსხვავებული შთაბეჭდილებები გვაქვს. ჩემთვის ეს იყო სტივენ კრეინის სიმამაცის წითელ ემბლემასთან მსგავსება და აუხსნი რატომ და ჩემთვის ეს იყო ჟორჟ ბერნანოსის სატანის მზის ქვეშ აი ამ წიგნთან მსგავსება და აუხსნი აუცილებლად როდესაც შენ წიგნზე ვიტყვი მე ცოტა ხანში რომელსაც ვიხსები რომ ყველაზე მეტად ეს კი არ გავს, ის გავს ამას, იმიტომ რომ მთელი კითხვის განმავლობაში რომ ველოდებოდი, ვფიქრობდი რომ რაღაცას მაგონებს, აი ახლა გადაცემის დაწყების წინ აღმოვაჩინე იმ ადამიანის ინტერვიუ, სადაც ამბობს რომ მე წიგნი დავწერე დინო ბუცატის მიხედვით. კუთხე ბარბაროსთა მოლოდინში არის ერთი ღმერთო ის როგორ ვერ ამოვიცადი მართლა ძალიან გავს ბარბაროსთა მოლოდინში გავს კი არა არა იგივეა ფაქტობრივად გეოგრაფია შეცვლილი კი მოკლედ დინო ბუცატის თათრების უდაბნო ასე ქვია ამ წიგნს
ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც აი რამდენიმე დღის წინ აქვს მინიჭებული ოფიცრის წოდება, ანუ სამხედრო რანგი ახლახანს მინიჭებული აქვს, მას უშვებენ ფორპოსტზე სამსახუროდ ციხესიმაგრეში, მის ქალაქთან თითქოს ახლოს მდებარე ციხესიმაგრეში, იმიტომ რომ მისი სახლიდან ეს ციხესიმაგრე რაღაც გარკვეულ სიშორეზე, მაგრამ მოჩანს ეს ტერიტორია, სადაც მას უშვებენ სამსახუროდ. თუმცა იქ მისაღწევად ფაქტობრივად 2 დღე დასჭირდება ცხენით მისასვლელად, იმიტომ რომ საკმაოდ შორია, საკმაოდ უხეში ტერიტორიაა გასავლელი მთებში, უნდა ავიდეს მაღალ ქვის მთებში, სადაც ერთადერთი ბილიკია გაყვანილი. ისეთ ტერიტორიაზე მიდის თითქოს დასაწყისში მას შთაგონებული არის, რომ მიდის რაღაც ძალიან დიდ ციხესიმაგრეში, ციხესიმაგრე წარმოუდგენია რაღაც გრანდიოზულ ნაგებობად და შუა გზაზე მეცხვარე რომ შეხვდება და ეკითხება ციხესიმაგრე, სად არის რომ მეცხვარე კოცხოს მიახ არავით არის ციხესიმაგრე არ გამიგიაო. იმიტომ რომ ხო, რატომ? მოკლედ საბოლოოდ მიაღწევს ამ ციხესიმაგრეში და აღმოაჩენს რას? აღმოაჩენს რომ მოხდა ადგილას, სადაც მოხვედრა სრულიად არ უნდა მას არ წარმოედგინა რომ მსგავს ადგილი შეიძლება არსებულიყო და ინტერესებს მკვდარი საზღვარი. იქ არაფერი არ ხდება საერთოდ. კი, და მას რა წარმოედგინა, როცა ოფიცრობა მიიღო, მანამდე სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა და მას წარმოედგინა რომ აი ოფიცრობის მიღება როგორც ხვების შემთხვევაში იყო, ნიშნავდა რას? უკვე არასავალდებულო სწავლას, უკვე გარკვეულ ფულს, იმის სახარჭო, ანუ ფულის ქონას, თავისუფლებას, რადგან მას ოფიცრის სამხრეები ამშვენებდა უკვე, ქალებს გართობას, ანუ ასეა მოხსენიებული და მაგიტო ვიმეორებ, ქალებს გართობას, სამიტიტნოებში სიარულს, ბანკოს თამაშს და ასე შემდეგ და უცებ მოხდა სრულიად გაუხეშებულ ტერიტორიაზე, სადაც მცენარეებიც არიზრდება, არის ძველი ქვისგან ნათალი ციხესიმაგრე, იმიტომ რომ რაღაც ერთიანი მთლიანი ქვისგანაა თითქოს ეს ციხესიმაგრე გამოწვეული, იმიტომ რომ ქვაშია კიბეებიც გაჭრილი, ფანჯრებიც, სადაც მსახურობენ ადამიანები და პირველივე რაც მას მოსდის სანამ იმამზე მივალ, აი უდაბნომდე მივალწევ. პირველივე რაც მას თავში მოსდის არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა გაეცალოს აქაურობას და მაიორთან რომელთანაც შედის მისასალმებლად, წარსადგენად ის ეუბნება, რომ ახლავე წასვლა იქნება პრობლემა და გირჩევ, რომ 4 თვე მოიცადო, იმიტომ რომ ჩვენთან მსახურების 1 წელი უდრის ჩვეულებრივი მსახურების 2 წელს. ამიტომ 4 თვე თუ მოიცდი, 4 თვეში სამედიცინო კომისია იქნება, ჩაგეთვლება 8 თვეში და იქ ითხოვე გათავისუფლება 4 თვეში წახვალ აქედან. ესეც თან ხდება 4 თვე როგორმე ეს 120 საშინელი დღე გაუძლებ როგორმე აქ და აი აქ იწყება მისი დაუსრულებელი თავგადასავალი. მალე გაიგებს, რომ სანგრები, 3 სანგარი აქვს ამ ციხესიმაგრეს და ახალ სანგარს, რომელსაც ეძახიან, ამ სანგრის იქით არის თვალუწვდენელი რაღაც აი ცუდი ადგილია, ჭაობების და თეთრი ქვების ადგილი, რომლის იქითაც ლეგენდის თანახმად დაძრწიან თათრები, რომლებიც არავის მონახავს არასოდეს და არ შემოსებიან არასოდეს ამ საზღვარს, იმიტომ რომ არსებობენ თუ არა კაცმა. მაგრამ მოლოდინი ეს ლეგენდა და მოლოდინი მიცოცხლობს. ისე საოცრად არის აღწერილი, ახლა დამაჟრია უბრალოდ. ყველაზე კარგი მომენტი რომელია, კერავთან როდესაც შედის და კერავი რომელიც ეუბნება რომ იცი რა, მე აქ დროებით ვარ, იმიტომ რომ პოლკოვნიკ ძალიან მოუწონდა და ცდილობს არ გამიშვასო და უცებ ამ კერავს დაუძახებენ რაღაც საქმეზე და ამ დროს იცმის სიცილი და ერთი მოხუცი კაცი ადგება და ეტყვის რომ არ დაუჯერო ამ კერავს არც ერთი სიტყვა, იმიტომ რომ იცი რამდენია მისი დროებით აქ ყოფნაო, რამდენს უდრესა, რამდენს და 15 წელია აქ არისო და სულ იძახის დროებით ვარ და თქვენო და უცებ შეჩერდება და მე მისი უფროსი ძმა ვარო. ანუ მისი უფროსი ძმა მუშაობს კერავის თანაშემწედ. და მისი ამბავი არის შემდეგში მდგომარეობს, რომ ოდესღაც იყო თვითონაც სამხედრო მთელი ცხოვრება ელოდა თათრების შემოძრას, მაგრამ შემდგომ ფეხი მოიტეხა სამხედრო სამსახური აღარ შეეძლო, მაგრამ მაინც აქ დარჩა. კერავის თანაშემწედ დარჩა. ანუ ეს არის რაღაც ჩაკეტილი წრე,
მუდმივი მოლოდინი. მოდი ორიოდე სიტყვით ჩაგეჭრები, რომ ამ ციხესიმაგრის ცხოვრებლებმა კი ძალიან რთული ადამიანური ამბავია. ტრაგედია. შექმნეს ლეგენდა, რომლითაც თავიანთ არსებობას მოუნახეს გამართლება. მათ უფუნქციო ციხეს და თავიანთ უფუნქციო სამსახურს მოუძებნეს გამართლება. ფუნქცია მოიძებნეს. ეს როგორ შეგვიძლია განვაზოგადოთ ყველაფერზე? მათ გამოიგონეს როგორ არა შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ სიტუაციაზეც მათ გამოიგონეს მომავალ მტერი და გამოიგონეს საგმირო საქმე, გამოინახეს ასე ვთქვათ და მათ აცოცხლებთ აი ამის მოლოდინი, ამ მტრის გამოჩენის მოლოდინი. და ყველაზე საოცრება ის არის, რომ ეს მტერი მართლა მოვა. მაგრამ როცა მტერი მოვა, ხო მოდი აღარ ვთქვათ რა ხდება, როცა მტერი მოვა, უბრალოდ ეს ძალიან ტრაგიკულია. ძალიან ბევრი წლის შემდეგ მოვა მტერი. კი. რა ხდება მაშინ, როცა მტერი მოვა და როგორც აღმოჩნდება ამ ადამიანებს თურმე მკითხოს რომ გვეგონა, რომ ფუჭად გაუფლანგავთ ცხოვრება და რაღაცა ფუჭს ღაპარს შეალიეს და თავიანთი სიცოცხლე და ეს მათთვის გამოგონილი ფუნქცია იყო, აღმოჩნდება რომ ისინი მართლები ყოფილან თურმე. ყოველი მათგანი მართალი იყო და ყოველი მათგანის რწმენა, რომ მათ ემუქრებოდათ საფრთხე, იყო აბსოლუტური სიმართლე. წიგნის დასასრული არის ძალიან ტრაგიკული, თუმცა აი ეს ტრაგიზმიც დამოკიდებული ალბათ იმაზე, ვინ კითხულობს და რა თვალით კითხულობს. იმიტომ რომ გმირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აი მოლოდინის ხანგრძლივი წლები ფუჭი აღმოჩნდება, მთავარი გმირებისთვის ეს დასასრული არ არის ტრაგიკული. მაგრამ კითხველისთვის შეიძლება ტრაგიკული იყოს, რომ აი ამდენმა მცდელობამ, ამდენმა ლოდინმა ამაოდ ჩაიარა. მოკლედ, არ ვიცი, ძალიან ვურჩევ ყველას რომ წაიკითხოს და ეხლა აქვე ავხსნი, რატომ გავავლე პარალელი სტივენ კრეინთან და მის სიმამაცის წითელ ემბლემასთან და ასევე რატომ მომაგონა ბერნანოსის სატანის მზის ქვეშ. სატანის მზის ქვეშ მომაგონა ესთეტიკით და აი განსაკუთრებით დასაწყისმა თითქოს რაღაცნაირად ძალიან მსგავსი სცენები იყო, როდესაც ჯოვანი დროგო მარტო მიდის და მგზავრი დაეწევა და თითქოს რაღაც ცდუნებაში უნდა რომ შეიყოლიოს, აი ამით მომაგონა და რაც შეეხება სიმამაცის წითელ ემბლემას, აი იქ ახალგაზრდა ბიჭის ამ ჰენრის სურვილი და წყურვილი რომ ბრძოლაში ჩაებას, ნამდვილი ბრძოლა გადაიხადოს და მიიღოს ჭრილობა, რომელიც იქნება ეს წითელი ემბლემა მისი სიმამაცის დასტური, ასე ვთქვათ, რომ ის მამაცია და ის გმირია და მან ომში მიიღო მონაწილეობა. აი ამ წყურვილმა მომაგონა ახალგაზრდა დროგოს წყურვილი, რომელსაც ასევე სურს რომ რეალურ ომში ჩაებას და ნუ რამდენ წელს ატარებს ამ ომის მოლოდინში, თავად ნახავთ, როდესაც წაიკითხავთ. მოკლედ არის ხოლმე ტექსტები, რომლებიც ძალიან უბრალოდ გამოიყურება თითქოს, რომელიც არც ბევრს არაფერს გეტყვის, რომლებიც მოცულობითაც პატარაა, მაგრამ ამ დროს იმდენად ღრმად გეჭრება გულში, რომ მთელი ცხოვრება თავს გამახსოვრებს. და ის სწორედ ასეთი წიგნი, რომელსაც ალბათ ვერასოდეს დაივიწყებთ, არის დინო ბუცატის თათრების უდაბნო. ფილმი არ მინახავს, შენ ნახე ფილმი? არ მინახავს ფილმი, თუმცა აუცილებლად ვაპირებ მის ნახვას. მოკლედ დავასრულოთ აქვე დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.